მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი, თქვენ უყურებთ რიგით მესამე ვლოგს. დავიწყოთ სიახლეებით, სულ ახლა ხანს დაიდო კარგი ინფორმაცია. ესე იგი, რა ხდება? ქარუმ მიიღო გამოწვევა თავის ოფიციალურ გვერდზე, Facebook გვერდზე გამოაქვეყნეს კიდევაც მიღება ამ გამოწვევის. მე მივესალმები, საკმაოდ თამამი ნაბიჯია. ამას ბევრი კომპანია არ აკეთებს, რომ მაგალითად ავიღოთ ზეთების კომპანია, შემოუთვალეთ სხვადასხვა კომპანიებს მონაწილეობის მიღება და ზოგმა პასუხიც არ დაგვიბრუნა. ქარო არ შედის მაგ კომპანიებში და ძალიან თამამად და სერიოზულად არიან განწყობილები ამ ჩელენჯის მიმართ და როგორც ვატყობ, სულ მალე დაიგეგმება უკვე ეს ჩელენჯიც. ხედავთ თქვენ რომ ჩვენ Subaru-ი ვართ STI-ით. სავარაუდოდ Subaru-ს ტესტ-დრაივი უკვე ნანახი გაქვთ, ვინაიდან ლოგები იდება მერე. ეხლა დავიძრებით, გავაგზავნებთ ჩვენ ტესტ-დრაივის ჩაწერას. ასევე ვლოგში იხილავთ რამოდენიმე საინტერესო თემას, რომელიც გაინტერესებთ. და დავიწყოთ ახლა უშუალოდ რა ხდება დღეს დღევანდელ ვლოგში. პირველი ალბათ გაინტერესებთ ჩვენი მაისურები და ფუდების ამბავი, იმიტომ რომ ბევრმა შეიძინეთ უკვე, ალბათ გათამაშებასაც ელოდებით, ეგ მთავარია. ჩვენ მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა, ვინაიდან ამინდები შეიცვალა უკვე დათბობას იწყებს, ფუდები გვინდა შევამციროთ და გამოვუშვათ სულ 100 ცალი. იმიტომ რომ ეხლა ზაფხულში ფულს არავინ აღარ იყიდის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ვინც შეიძინეთ ეს ფუდები, გვინდა რომ მალე დავიწყოთ გათამაშება და არ ველოდოთ ამ 200 ცალ ფულს როდის გაიყიდება, ამიტომ შევამცირეთ 100-მდე. რაც შეეხება მაისურებს, მაისურების საკმაოდ ბევრი გაიყიდა, თითქმის ამოიწურება, თუმცა ჯერ კიდევ არის რაოდენობაში. ამიტომ ძალიან მალე უკვე შევძლებთ რომ დავიწყოთ გათამაშება. როგორც ხედავთ, ამოვედით სიამში, ისევ მიმდინარეობს Subaru-ს გადაღება STI-ს. ბრენდირებული ტანსაცმლის თემა გავიარეთ, ეხლა გადავდივართ მომდევნო თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და არც თუ ისე ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენთვისაც, ჩემი მაყურებლისთვის. მოდი დავიწყოთ თავიდან. როგორც თქვენ შეატყვეთ, ჩვენ YouTube გვერდზე, ან თუნდაც Facebook გვერდზე, კრიტიკული კომენტარები არ იშლება, ან ვიღაცას თუ არ მოწონს ჩვენი გადაცემა, ან ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ან ისევ იგივეს ვიმეორებ, ან ჩემი სიფათი თუ არ მოწონს, ან როგორც მეტყველებ. ნებისმიერ რაღაცა რა, აგრესია აქვს ჩემ მიმართ და წერს რომ ეს არის ცუდი. ეგეთი კომენტარები არ იშლება, აი მარტივად რო ვთქვა და მივესალმები და ნუ ეგ ჩვეულებრივი ამბავია ხა მაგის გარეშე. არაფერი არ გამოვა და ყველასთვის მოსაწონი მე ვერ ვიქნები და ნუ რა თქმა უნდა ეხა მაგის ამბიცია არც მაქვს რომ იქ რაღაცა ყველა ჩემზე უნდა გიждდებოდეს. თუმცა არსებობენ ისეთი კატეგორია, რომლებიც გამიზნულად იგინებიან. ვიდაპიროთ, იგინებიან წერენ ცუცით. თქვენ კარგად იცით, ძველ ვიდეოებშიც ვახსენე, რომ ესეთ კატეგორიას მე ვეძახი გნიდა ბავშვებს და კლავიატურს ვირთხებს. ნუ სხვა მე არ შემიძლია სხვა რაღაცა უწოდო, ადამიანი, რომელიც იმაზე მიდიხარ, რომ კომენტარებში იგინები ესე, ნუ არ ვიცი რა უწოდო, რეალურად ახლა აზრის დაფიქსირება ახლა მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს არ მოგვეწონა და ჩვენც ის გამოვასწოროთ, ან ვიღაცამ თქვას, რომ აი როგორიც არის მე მომწონს. მაგრამ ერთ კარგსაც და დადებით კომენტარსაც ვაქცევთ ყურადღებას და უარყოფითად. არის რამოდენიმე რუბრიკა სიტყვაზე უხეში რეალობა, სადაც ჩვენ თვითონ არ გვაგინებები და უხეში ტესტ-დრაივშიც ამ ფორმატში, რომ მეტად სასაცილო იყოს და მეტად რეალისტიკური იყოს ჩემი ემოციების გადმოცემა, იქ თუ იგინებით, იმაზეც კი ცენზურა აძლევს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამას. იმ კატეგორიას მიმართავ, ვინც ეგრე იქცევა. გაფრთხილების გარეშე წაიშლება თქვენი კომენტარი და რა თქმა უნდა დაგედებათ ბანი. და ვინც ჩემ ვიდეოებს უყურებთ
ის აუდიტორია, ვინც მე პატივს ცემს და პირიქით ვცდილობ, რომ რაც შეიძლება უკეთესი პროდუქტი შემოგთავაზოთ. ერთადერთი ის მინდა გითხრათ და მოგახსენოთ, რომ მეც ანალოგიურად ძალიან დიდ პატივს გცემთ და თქვენ რო არ იყოთ ამ ვიდეოს მე არ გავაგრძელებდი, იმიტომ ეს ყველაფერი არის ურთიერთდამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და ურთიერთპატივისცემა. როდესაც ხედავ ესეთ დადებით განწყობას, ესეთ კომენტარებს, მე პირიქით უკეთესი შემართებით ვარ, რომ უკეთესი გადავიყო და თქვენი თხოვნები გავითვალისწინო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ჩემთვის, დადებითიც და უარყოფითიც და ყოველთვის მივესალმები თქვენ კომენტარებს და ყოველთვის ვკითხულობ. მოდით ცოტა ხანი მოგაბეზრებთ თავს, იმიტომ რომ მე ბევრჯერ არ ვაპირებ ესეთი ვიდეოს გადაღებას, ანუ ზოგადად ამ თემის განხილვას, ამიტომ ამ ვიდეოშივე ვიტყვი და დამთავრდება. შემდეგი ჩვენი ნაბიჯი, ჩემი გუნდის ნაბიჯი იქნება მხოლოდ ისეთი, როგორცაც ეხლა ვიტყვი და დავაფიქსირებ. გადავიდეთ პეიჯებზე, რაც შეეხება პეიჯებზე, რომლებიც ჭრიან ჩემ ვიდეოებს და დაუკითხავთ, აკოპირებენ და დებენ თავისთან. პირველი, ჯერ გვეხვეწებიან რომ დადონ ყველაზე არ ვსაუბრობთ და მაგალითისთვისაც მოგიყვანთ ერთ პეიჯს, რომელსაც ჩვენგან აქვს ძალიან დიდი რესპექტი. გავაგრძელოთ. გთხოვენ რომ დადონ, ჭრიან და დებენ თავის გვერდზე, ანუ ტვირთავენ, არ აზიარებენ. კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, სათაურიც აქვს ისეთი, რომ პროვოკაციული სათაური აქვს, ანუ იწვევს ხალხს იმისთვის, რომ უბრალოდ ნეგატიური დამოკიდებულება შეიქმნას და ერთმანეთს დააყარონ, ასე რომ ვთქვათ, კომენტარებში და პლუს მაგას მეც მაგ ვიდეოში ისე ვარ გამოჩენილი, რომ რაღაც საშინელებებს ვიძახი, მაგას მინდა მიმართო. ანუ ეს მარტო ჩემზე არ არის. ჩემი გულშემატკივრები ვინც არიან, იმათვისაც მე არ მომწონს ახლა მე მაგალითად ახლა ვერ დაუწყებ ჭიჭკინა ბავშვებს დევნას, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ იყო ეგეთი შემთხვევა და ნუ ახლა აღარ დავიწყებ აქ რაღაცების დატოლებას და ეხა ქვია ჩაცუცქვას, თქვენც იცით ეგეთი რაღაცები როგორ მთავრდება ხოლმე. როგორც კი გამოჩნი ამ გვერდზე, ან ვინმეს პასუხი გავეცი, ან პირადში მივწერე, ან იქ დავაკომენტარეთ, ვინმეს ამ პრეტენზია ქონდა, რომ ან ეს თქვა პირადად ჩემთვის, ან მოეწერა, აი თუ გინდა შეხვედრა იყოს, რა თქმა უნდა, ის იუზერები ან უქმდება, ან გაუქმებული წერენ, ანუ fake account-ით, ან შლიან თავისივე კომენტარს. ნუ ეხა მე ეგეთ კატეგორიასთან საქმეს არ დავიჯერ და არა მარტო მე, აი ჩემ მაყურებელსაც ვთხოვ, რომ ეგეთ ხალხს თავი დაანებონ. აი უბრალოდ აზრი არ აქვს, ადამიანი რომელიც ეგრე იქცევა, ის არაფრის მაგნისი არ არის. ამიტომ აი ესეც სუდად რო იქცეოდა რამოდენიმე გვერდი, დავარეპორტეთ, წააშლევნეს ვიდეო და ეს რეპორტი ძალიან სუდია გვერდისთვის. და ეგ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ მოიცემთ სუდად, ჩვენ გავავსწრებთ. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი Facebook გვერდი, ავტომოყვარული, რომელიც დებს ჩვენ ვიდეოებს და კბილებით იცავს ჩვენ რეპუტაციას, ჩვენ კომენტარებში ვკითხულობთ, რა თქმა უნდა, და ყველა შესაბამის პასუხს ცემს. იქ არ არის არანაირი ცენზურა და ისინი აკონტროლებენ თავის გვერდს, რომ იყოს პრესტიჟული. ამიტომ თუ მაინც და მაინც რაღაცას გადაწყვიტავთ, მიბაძეთ კულტურულ და მოწესრიგებულ გვერდს, როგორც არის ავტომოყვარული და რაღაცა წესიერი გადაიღეთ. ვინმე თუ ფიქრობს იმას, რომ მე მაპიარებს, ძალიან დიდი მადლობა და არ შეწუხდეთ. ეს თემა დახურულია, მეც ამ თემაზე მე ვიდეოს აღარ ვაპირებ რომ გადავიღო, იმიტომ არ არის საჭირო, მაგრამ ერთხელ უნდა მეთქვა და გამევფრთხილებინა ჩემი მაყურებელი თუ გულშემატკივარი თუ ვინც არის, ის კატეგორია, ვინც ეგრე იქცევა. ამიტომ ჩემგან გაფრთხილება გაქვს, ჩემი აზრი იცით, თუ ვიდეოს დადება გინდა, შეგიძლიათ მოგწეროთ და ჩვენ გადავწყვიტავთ საჭირო თვლით თუ არა მაგ ვიდეოს დადებას, ატოცავს თქვენ გვერდზე, ვითანამშრომლებთ თუ არა და მაგის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტოთ მოგცემთ თუ არა ნებართვას. ეს ძალიან მარტივი არის. ეხლა რაც შეეხება ჩემ ერთგულ მაყურებელს მინდა მოგმართოთ, ესეც მინდა ბარემ ახლა ვთქვა, იმიტომ ეს ისეთი ნიუანსებია, ეს ტელევიზიაში არ ვარ და შეგვიძლია პირდაპირ ერთმანეთს ვეკონტაქტოთ მესიჯების და ვიდეოს სახით, რაც ძალიან კარგია. რა ხდება ახლა? მე თქვენ კომენტარებს ყველას ვკითხულობ, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვახსენებ, ადრესს ვახსენე, რომ ძალიან რთულია რომ პასუხები დავაბრუნო, ამიტომ უბრალოდ ვკითხულობ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას მერე გული დაწყვეს, რომ აი მეც დავწერე კომენტარი და მე პასუხი არ დამიბრუნაო. ამიტომ ეგეთი ნიუანსები რო არ გამოგვეპაროს, უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენი კომენტარები მიგდებული არ არის. ვკითხულობ და ვითვალისწინებ. გადავიდეთ ახლა მთავარზე. ეს უბრალოდ უნდა მეთქვა. ზოგი აკომენტარებს, აი მაგალითად მუსიკა მოხსენეთ ვიდეოს, ზოგი აკომენტარებს მუსიკა დაადეთ ვიდეოს, ზოგი აკომენტარებს, რომ აი გინებები არ იყოს,
არ გვინდა სხვები უყურებენ, არ მოეწონება ხალხს. ზოგი პირიქით, გინებები რაც შეიძლება მეტი და ეს ცენზურა ანუ ტუხმარა რო აქვს. ეგ მოხსენით იძახიან. ასევე ხუმრობები, ზოგი აკომენტარებს, რომ ეს ხუმრობები რაც შეიძლება მეტი იყოს და მოწონს, ზოგს პირიქით არ უნდა, ეს თუ ტესტ დრაივია, ტესტ დრაივი იყოს და ეგ ხუმრობები არ გვინდაო. ყველასთვის მოსაწონი სავარაუდოდ არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ზოგს სხვანაირი გემოვნება აქვს, ზოგს სხვანაირი ხედვა აქვს. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საერთო ჯამში მე მგონი ნორმალური გამოდის, ამიტომ ძალიან რთულია ეგეთი კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინება. რთულია უბრალოდ არ გამოვა, იმიტომ რომ ერთს თუ მოეწონება, მერე პირიქით მეორს აღარ მოეწონება. ამიტომ საერთო ჯამში ვაპირებთ ისევ ესე გაგრძელებას. როგორც მოგეხსენება, ჩვენ სცენარით გაწერილ ვიდეოს არ ვიღებთ. ანუ ტექსტი არ გვაქვს წინასწარ შედგენილი, რომ აი ზუსტად ესე უნდა იყოს, ესე. რაღაცეები შეიძლება ხუმრობები იმ მომენტში იყოს სასაცილო და ის ჩავსვათ. შეიძლება რაღაც სიტუაციაში საერთოდ იყო რამოდენიმე ტესტ დრაივი, სადაც ძალიან ცოტა ხუმრობა იყო, იმიტომ რომ უბრალოდ იმ მანქანას ეგ არ უხდებოდა და სხვა სიუჟეტი განვითარდა და გადავწყვიტეთ რომ არ ყოფილიყო მან. არის რამოდენიმე ვიდეო, სადაც ბევრი გინება, ბევრი იუმორია, მანქანაზე ნაკლები საუბარია. ეს სხვადასხვანაირი არის, ყველა მანქანა ინდივიდუალურია, ყველა სიუჟეტი სხვადასხვანაირი არის და ადგილზე ვიგონებთ, ადგილზე ხვდებით თუ რა ავტომობილს რა ხუმრობა შეიძლება მოუხდეს და რა სიუჟეტით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახე, ეს არ არის ვიკიპედიიდან ამოყრილი ტექსტი, ეს არ არის სახში ჩამოწერილი რაღაცა შპარგალკა, ეს არის უბრალოდ ის ემოციები, ის სიტუაცია, რომელსაც მე გადმოგცემთ იმ მომენტში. ეს აუცილებელი იყო ჩემთვისაც და თქვენთვისაც, მაგიტომაც წერთ ამ ბლოგებს, ბლოგის მიზანიც ეგ არის, რომ პირდაპირ უშუალოდ კონტაქტში შემოვიდეთ თქვენთან, ჩემ ერთგულ მაყურებელთან, იმიტომ რომ ბლოგებს მხოლოდ და მხოლოდ ის კატეგორია უყურებს, ვისაც მართლა აინტერესებს თუ მე რას საქმიანობ და რას ვაკეთებ, თუნდაც ყოველდღიურად. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი ხართ თქვენ, აუდიტორია, ვინც უყურებს ბლოგს. ტესტ დრაივ შეიძლება იმ ტოპ 5-ს რაც დავამატეთ, ან თუნდაც უხეშ რეალობას. ეგეთ სახალისო და საინფორმაციო გადაცემებს შეიძლება ყველა უყურებდეს, ან გავლით ნახონ და დაინტერესდეს და თავიდან ბოლომდე უყურონ ვიდეოს, მაგრამ რეალურად ვლოგს ვინც უყურებს, ის არის ზუსტად ის ერთგული მაყურებელი, რომელსაც აინტერესებს ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, ჩემი რაღაც ნებისმიერი შეჯიბზე გამოსვლა, ვიდეოს გადაღება. მოდი ისევ ჩვენ თემას შევეხოთ. ზოგი აკომენტარებს ავტომობილს, რომლის ნახვაც უნდა ტესტ დრაივში. მაგასაც მოგახსენებთ თუ როგორ ხდება ჩვენთან მანქანის მოხვედრა, ან როგორ ვირჩევთ მანქანას, ან როგორ ტესტავთ. თქვენ კარგად იცით, რომ მე გაგორებულ მანქანასთან და გაჩერებულ მანქანასთან არ ვდგავარ და არ ვიღებ ვიდეოს. ანუ როგორც შეეფერება ავტომობილს, ისე ვიღებთ უხეშად, მაგიტომაც დავარქვით უხეში ტესტ დრაივი, რომ ნელა და 20-ით არ დავდივართ. მით უმეტეს ის, რომ მე გვერდზე ვიждდე და ფლობელი ატარებდეს მანქანას და გვერდითაც კამინდან საუბრობდე, ეგ, გამორიცხულია და მაგას არც მე არ ვიკადრებ და არც თქვენ არ გაკადრებთ. რატო დავიწყე ამ თემაზე საუბარი? ესეც მნიშვნელოვანია, მინდა იცოდეთ, იმიტომ რომ თქვენ აკომენტარებთ, აი მაგალითად ავიღოთ ერთ-ერთი GT-ი R35. ძალიან ბევრმა დააკომენტარო, რომ უნდა ამ ავტომობილის ნახვა. ჩვენ ვიდეოში, რომ გავტესტოთ. კი, მეც მინდა, მეც მაინტერესებს, საინტერესო ავტომობილია, დიდი სიამოვნებით გავტესტავდი. მაგრამ არ არის და გეტყვით რატო არ არის. საქართველოში არის, მე როგორც ვიცი, 3 ეგეთი, რომელიც დადის, რომელიც კარგ მდგომარეობაშია. ასე თუ ისე ჩვენ შეუთვალეთ მათ, რომ ვისურვებდით, რომ ჩვენ ტესტ დრაივში მოხვდეს. თუმცა რაღაც პასუხი დადებითი ვერ მივიღეთ, ანუ არ მოუციათ ავტომობილი. ზოგი უფრთხილდება, ზოგი შეიძლება მწყობში არ იყოს, მნიშვნელობა არ აქვს მაგას ახლა ჩემთვის გადამწყვეტი, თუმცა ფაქტია, რომ მანქანა ვერ მოვიდა ჩვენამდე. ამიტომ ძალიან რთულია მაგ მანქანის გადაღება. ახლა ის კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო რა, მე GT-თან ვერ მივალ და გვერდიდან ვერ გადავიღებ. მე თუ არ ვიჯექი საჭესთან და ისი არ გადავიღეთ, როგორც ჩვენ თვლით საჭიროდ რომ გადავიღოთ, სხვა შემთხვევაში GT-ს ვერ გადავიღოთ. ამიტომ თუ ვინმეს
შეუძლია რომ მოიყვანო GTR-ი ჩვენ გადაცემამდე, დანარჩენს უკვე ჩვენ მივხედავთ. სხვა შემთხვევაში მე მგონი სხვა გამოსავალს ჯერჯერობით მე ვერ ხედავ. ნუ ესეთი არის რამოდენიმე მანქანა და ალბათ იმასაც შეამჩნევდით რომ თქვენ კომენტარებს ვითვალისწინეთ, თუნდაც Subaru-ზე ვარჩევდით, კარგი გვინდოდა აგვერჩია. ასევე უღმესი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ხალხს, ვინც თვითონ გვთავაზობს ავტომობილებს და ზოგიერთი მაგალითად ამ ავტომობილის პატრონი არც გამოყვა, გვანდო მანქანა და იცის რომ ზუსტად ისეც ჩაუყვანთ როგორც გამოგვატანა. ამიტომ ეგ არის ძალიან დასაფასებელი, მიხარია რომ გვერდში გვიდგას ის ხალხი, ის კატეგორია, ვინც ჩვენ გვიყურებს. მე პატივს ვცემ და რესპექტი რა თქმა უნდა ჩვენგან. ასევე არ ვალავ იმასაც რომ რამოდენიმეჯერ და ხშირ შემთხვევაში ჩვენს მიმართავთ ავტომობილების მფლობელებს რაღაც კონკრეტულზე რომელიც მოგწონს და გვინდა რომ გადავიღოთ და თავენ ნებას, ანუ იმას არ ვიძახიოთ ჩვენ რამე გვიტყდება და ვიღაცას ვერ ვთხოვთ. ეს საქმეს ვაკეთებთ. ან გვეტყვიან კი, მიხარია, მოდი გადავიღოთ ჩემი მანქანა, ან მეტყვიან რომ უბრალოდ ნუ არა, ჩემს არ არის საინტერესო. ეგ არანაირი პრობლემა არ არის, ჩვეულებრივი მოვლენა არის. სამწუხაროდ ამ ვლოგში კითხვა-პასუხები არ იქნება, თუნდაც იმიტომ რომ ბევრ კითხვაზე პასუხი გავეცი, ანუ რაც ამ მომენტისთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენი პირადი კითხვა-პასუხები იქნება უკვე შემდეგ ვლოგში, დააკომენტარეთ ამ ვიდეოში თუ რას ფიქრობთ თუნდაც იმაზე დღეს რაც ვისაუბრე, ან რაიმე პირადი შეკითხვა თუ გაქვთ და აუცილებლად შემდეგ ვლოგში გადავიღებთ და გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. ასევე არ დაგავიწყეთ, ჩვენი მაისურები კიდე არის დარჩენილი გაყიდვაში. შეგიძლიათ შეიძინოთ, სულ მალე დაიწყება გათამაშება. ვცდილობთ რომ კარგი სურპრიზები მოვიგონოთ ამ გათამაშებისთვის, რომ თქვენი გვერდში დგომა ჩვენ რაღაცნაირად დავაფასოთ, ჩვენებურად. ეს იყო რიგით მესამე ვლოგი გიორგი სარიშვილისგან. მომავალ შეხვედრამდე.